ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ქართველი ოლიგარქი. Billionaire Bajina Ivanishvili is Georgia's most powerful political figure. Some say that he has bought an entire country. Ivanishvili is a powerful oligarch who made his money in Russia in the 1990s and is conspicuously close to the Kremlin. ადრე ბიძინა ივანიშვილი სოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში მის საკუთრებაში არსებული გრანდიოზული სასახლეების, ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშების, გიგანტური ზომის ხეებისა და ეგზოტიკური ცხოველების კოლექციის გამო ექცეოდა. მაგრამ 2022 წლიდან მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი წამოიწყო და დასავლეთმა ის და მისი მოკავშირეები დაასანქცირა, ბიძინა ივანიშვილმა გლობალური ომის პარტია გამოიგონა მტრად, იმისთვის რომ სანქციებისგან მისი ქონების გადარჩენის ოპერაცია გაემართლებინა. ქართული ოცნების ევროპულიდან რუსეთისკენ გადახრილი პოლიტიკური კურსის გამო ამ პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებული ხავს ლიეტუვას, ესტონეთს, ლატვიას, უკრაინას და ამერიკის შეერთებულ შტატებს. მისი სანქცირების საკითხზე შეტანილია შუამდგომლობა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან კი ივანიშვილის სანქცირებას ევროპარლამენტი ითხოვს. როგორც ცდილობს ბიძინა ივანიშვილი სანქციებისგან მისი და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების დაცვას. ამის გასარკვევად ოფშორებიდან საქართველოში გამოგზაურებთ. მოგზაურობას საქართველოს სამეწარმეო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტების შესწავლით ვიწყებთ. ჩვენ აქ 100-ზე მეტი კომპანია გავშიფრეთ, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიებით ფლობდა. მას შემდეგ, რაც ქართველ ოლიგარქს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დაუწესა, მან აქტიურად დაიწყო ოფშორულიდან ქართულ კომპანიებზე წილებისა და ქონებების გადატანა. უცხოეთში ბიძინა ივანიშვილს კიდევ აქვს ქონება, რომლებსაც ოფშორში ან ევროკავშირში რეგისტრირებული კომპანიების საშუალებით ფლობს და რომლებზე წვდომაც მას შეიზღუდება თუ კი ამერიკის მსგავსად სანქციებს ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო დაუწესებენ. ბიძინა ივანიშვილის ბოლო 2024 წლის დეკლარაციის მიხედვით მის მფლობელობაშია ბაჰამის კუნძულებზე რეგისტრირებული ერთი ოფშორული კომპანია, ხოლო ცოლის ეკატერინა ხვედელიძის საკუთრებაშია ასევე ბაჰამის კუნძულებზე რეგისტრირებული ერთი და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ორი კომპანია. 4-ვე კომპანია ჩართული იყო შვეიცარიულ ბანკ კრედიტ სუისთან ივანიშვილის მრავალწლიან დავაში, რომელიც საბოლოოდ ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. კრედიტ სუის ივანიშვილისთვის 461 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა ამერიკული სანქციების შესაბამისად ამ თანხას ის ამერიკის თანხმობის გარეშე ვერ მიიღებს. გამარჯობა ბატონო ნიკოლოზ. მე გიკავშირდებით სტუდია მონიტორიდან ჟურნალისტი მაია მეცხვარიშვილი. ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან ბატონი ბიძინა ივანიშვილის კრედიტ სუისთან დავასთან დაკავშირებით. ხომ თქვენ ხართ ბოლოს უკვე თქვენ იყავით ადვოკატი, როგორც ვიცით. ჩვენ გვაინტერესებს, ანუ ბოლოს 461 მილიონი დოლარის გადახდა რომ დაეკისრა კრედიტ სუის სასამართლოს გადაწყვეტილებით. ანუ ამ თანხის ტრანზაქციაზე ამერიკული სანქციების მიხედვით ჭირდება ამერიკის, ასე ვთქვათ, თანხმობა, რომ მოხდეს ამ თანხის ტრანზაქცია. ჩვენ გვაინტერესებს, მანამდე მოესწრო თუ არა ამ თანხის მიღება თუ სადაოა დღემდე და გაჩერებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს. თქვენ რა ინფორმაცია? არასწორი ინფორმაციას გქონთ. დიახ, თქვენ გისმენთ, აბა როგორ არის მაშინ სწორი ინფორმაცია? არა, ეგრე არ არის, სანქციები არ შეხებია. ანუ ჩვეულებრივად ეს ტრანზაქცია განხორციელდა ბატონი? არა, რომელ თანხაზე იძახით მან? ბოლოს 461 მილიონი დოლარი. დღემდე, ყველა დავა დღემდე წარმატებით არის დასრულებული. კი, ბოლოს ოქტომბერში რომ გამოვიდა. ტრანზაქციებზე ვერაფერს ვერ იგებს.
ანუ დანარჩენი რაც არის რომ ყველა სასამართლომ დღემდე რაც იშელა კი, ეგ ვიცით და ბატონ ივანიშვილი სასარგებლო გადაწყვეტილება. უბრალოდ რაც მოიგო სასამართლოს ძალით, მოხერხდა ამ თანხის ჩარიცხვა თუ ვერა. სადაო ხომ არ არის, ამას გვაინტერესებს სანქციებმა. რა საქმე მაგ პროცესზე შევდივარ ბოდიში. ანუ ვერ გვიპასუხებთ, კარგი, მადლობა. მე მოვედი კრედიტ სვისში და კრედიტ სვის ნებისმიერი სტრუქტურა სავარაუდოდ კრედიტ სუისთან სასამართლო მასალების გასაჯაროების შემდეგ გადაწყვეტა ივანიშვილმა ოფშორული კომპანიების, მათ შორის ცოლის საკუთრებაში არსებული ლინდენ მენეჯმენტის დეკლარირება, რომელსაც გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო ქსელმა ჯერ კიდევ 2016 წელს მიაგნო მასობრივად გაჟონილ პანამის დოკუმენტებში. ლინდენ მენეჯმენტი ასეთი კომპანია გახსოვთ თქვენი ასეთი კომპანია? ძალიან უამრავი აფშორი მქონია და მაქვს ფლესას და არ მახსოვს ახლა კონკრეტულად სახელები, მაგრამ რა გინდათ ამით რომ მეანიშნოთ, რას ნიშნავს? არ არის დეკლარაციაში თქო შეტანილი, ანუ ეს ყველაფერია შეტანილი დეკლარაციის, რაც საჭიროებდა. თუ თქვენ თვლით, თქვენ მოქალაქე ხართ, ჟურნალისტი ხართ და თანაც კარგად გაცნობიერებული ხართ, რომ რაღაც დარღვევა მიმართეთ და დაწერეთ და მე პასუხს მაგებიდებ. ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის დროს 2012-13 წლებში ორჯერ შეავსო დეკლარაციები, რომლებშიც ოფშორული კომპანიები არ ჩაუწერია, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის დარღვევაა, თუმცა მას ამისთვის პასუხი არ უქია. არადა კრედიტ სუისთან სასამართლო დავის მასალებიდან გაირკვა, რომ სწორედ ოფშორული ლინდენ მენეჯმენტის საკუთრებაში იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ 2006-8 წლებში 573 მილიონ 416,441 დოლარად შეძენილი 245 ხელოვნების ნიმუში, მათ შორის პიკასო, შაგალი, მონე, მატისი, კანდინსკი, ვან გოგი, სეზანი, რენუარი და მოდილიანი. Dora Maar, Picasso from 1941. პიკასოს დორა მაარი კატასთან ერთად ბიძინა ივანიშვილმა 2006 წელს 95 მილიონ 200,000 დოლარად შეიძინა სოტბის აუქციონზე. 5 მილიონ დოლარად კლოდ მონეს გზა მონტე-კარლოსკენ. 2,5 მილიონად კი მარკ შაგალის სამოთხე. სწორედ ასე დაიწყო მან იმპრესიონისტებისა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების კოლექციის შექმნა. პირველი ნამუშევარი რა შეიძინეთ და ისე. პირველი სხვადასხვა დორამარი შევიძინა დაიწყო სიმაღლე. სუპერ. აი ესეთი პატარა ისეთიც არ გიყიდიათ მანამდე ისეთი. არაფერი, პირდაპირ მოვსწავლობდი. დაემთხვა რომ მიიღე გადაწყვეტილება და სხვადასხვა გვიან რომ მივხვდი რომ აზრს არ ვიყავი რომ მე გავიცანი გალერისტები. ეს დორამარი რომელიც აბსოლუტურად მეგონა რომ გავირკვი და დავიწყე და დაემთხვა. გამოვიდა ეს ზუსტად ეს კატალოგი სადაც ეს იყიდებოდა. და მაშინ მე ნიუ-იორკში მუშაობდი, მე მახსოვს რომ იმიტომ ეს რეკორდი და თქვენ ახალგაზრდა მონე ვიყიდე, მახსოვს და მესამე აბა თუ გავიხსენდა რა ვიყიდე. თქვენ ანონიმურად იყიდეთ და იქ არ იცოდნენ და რეკავდნენ, მაგ ჩემთან გალეში ვიცოდნენ მე ქართველი ვიყავ და ხომ არ იცი. ჩემ მეგობარ ფრანგი გაუჩით რაღაც ბერტრანი და გადარია ხალხი. მე რა უქენი ბირჟებს და საერთოდ მაგ დარგის გალერიებს ყველამ ფული უნდა გადამიხადოს ესე. თელი რუსეთი მე დავსვი მაგას. ხელოვნებაზე მე გადავიყვანო. მედიაში და სოციალურ ქსელებში გასაჯაროებული ფოტოების მიხედვით ბიძინა ივანიშვილის კოლექციაშია როი ლიხტენშტეინის ინტერიერი წითელი კედლით, რომელიც 2008 წელს 7 მილიონ დოლარად გაიყიდა სოტბის აუქციონზე. ლუსიენ ფროიდის ილაი და დავიდი, ეგონ შილეს ინდივიდუალური სახლები, რომელიც 2006 წელს 22 მილიონ 416,000 დოლარად გაიყიდა კრისტის აუქციონზე. 2016 წელს ივანიშვილმა ხელოვნების ნიმუშების ნაწილი გაყიდა. ვილემ დე კუნინგის უსახელო 25, რომელიც 2006 წელს 27 მილიონ 100,000 დოლარად იყო შეძენილი კრისტის აუქციონზე, 2016 წელს 66 მილიონ 300,000 დოლარად გაიყიდა. პაბლო პიკასოს კაცი ჩიბუხით, რომელიც 2007 წელს 11 მილიონ 800,000 დოლარად იყო შეძენილი სოტბის აუქციონზე, 2016 წელს 18 მილიონ 400,000 დოლარად გაიყიდა კრისტის აუქციონზე. ფრენსის ბეკონის ეს ნამუშევარი კი, რომელიც 2006 წელს სოტბის აუქციონზე 15 მილიონად იყო შეძენილი, 2016 წელს 27 მილიონ 100,000 დოლარად გაიყიდა კრისტის აუქციონზე. კრედიტ სუისის სასამართლო დოკუმენტების მიხედვით 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ ხელოვნების ნიმუშების კოლექციის 50%-ს თბილისში, სპეციალურად აშენებულ საგამოფენო ცენტრში ინახავდა, რომელიც საჯარო არ იყო.
50%-ს კი სახლში, თბილისიდან 200 კილომეტრში, დაცულ ადგილზე. თუმცა მიშინგილე ძალიან ბევრი გასაუბროთ და ვიცი, თქვათ თანამედროვე ხელოვნებაში თქვათ. მოგვიანებით 2011 წელს, როდესაც საქართველოში მისი პოლიტიკური მიზნების შესახებ განაცხადა და ქართული ოცნება დააფუძნა, ივანიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელოვნების ნიმუშების დიდ ნაწილს ლონდონში ინახავდა. რამდენიმე ნახატი თქვათ, რამდენიმე შედევრიც თქვათ, რამდენიმე ნამუშევარი მე დამრჩა დღეს და უმეტესობა ლონდონში მაქვს გადატვირთული, რამდენადაც მინდა კორექტირება გავაკეთო თქვათ, გაიყიდოს ის, რაც არ თვლი, რომ თანამედროვე მუზეუმში უნდა იყოს და დავამატო, რომ თანამედროვე მუზეუმში თანამედროვე ხელოვნების 2011 წელს დადებული პირობა ივანიშვილს დღემდე არ შეუსრულებია და არ გაუხსნია საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. თუმცა როგორც ირკვევა 2022 წლიდან ის თავისი ხელოვნების ნიმუშების კოლექციას უკვე ეზიდება ლონდონიდან და ამერიკიდან საქართველოში. იმისათვის, რომ თავისი ძვირად ღირებული ქონება საგულდაგულოდ დაიცვა სანქციებისგან. Next, the Vlaminck of 1905, Paysage de banlieue. ფრანგი ხელოვანის, მორის დე ვლამინკისა და რუსი მხატვრის ალექსანდრა ექსტერის ნამუშევრები ოფშორულმა ლინდენ მენეჯმენტმა 2022 წელს გაუგზავნა საქართველოში რეგისტრირებულ კომპანია ფინსერვის 21-ს. ამის დამადასტურებელი 90,500,000 დოლარის ღირებულების ინვოისი, რომელიც კრისტის აუქციონის სახელზე იყო გამოწერილი, ორგანიზებული დანაშაულის კვლევის პროექტის OCCRP-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს. მაშინ ფინსერვის 21-ს ბელიზის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანია ბიზალია Enterprise Limited ფლობდა, რომლის საბოლოო მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილის ვაჟი უტა ივანიშვილია. 2023 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით ფინსერვისის კაპიტალი 78 მილიონი ლარი იყო და მის აქტივში 5,563,000 ლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშები. კერძოდ 3 მილიონამდე ლარის ღირებულების ნახატები, 1,200,000 ლარის ღირებულების სკულპტურა, 720,000 ლარის ღირებულების საიუველირო ნაწარმი და 801,000 ლარის ღირებულების სხვა დეკორაციები. OCCRP-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით 2022 წელს ფინსერვის 90,500,000 დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშები უნდა მიეღო. თუმცა კომპანიის 2023 წლის ფინანსურ ანგარიში ეს ასახული არ არის. ამ ტვირთის მიღება არც იმპორტის მაჩვენებლებშია დაფიქსირებული, ვინაიდან 2022 წელს საქართველოში ჯამში მხოლოდ 494,050 დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების იმპორტია განხორციელებული. ივანიშვილმა 2022 წელს შემოიტანა საქართველოში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების კოლექცია. რა თქმა უნდა, მას არ უნდა არც დღეგეს გადახდა, არც ქონების გადახდა და არც მოგების გადახდა ამ ნივთებზე. გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდს წლების მანძილზე მართავდა და კარგად იცნობს ოლიგარქის ბიზნეს საქმიანობას. ის ამბობს, რომ 2022 წელს ივანიშვილმა ხელოვნების ნიმუშებთან მიმართებაში დროებითი შემოტანის რეჟიმით ისარგებლა, რაც დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებულია. 2024 წლის ივნისში ივანიშვილის ხელისუფლებამ საგადასახადო კოდექსში ცვლილება შეიტანა, რომლითაც ოფშორურიდან ქართულ კომპანიაზე აქტივების გადატანა მოგების, იმპორტის, ქონების და საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლდა. ბაჩიაშვილის თქმით, ამის შემდეგ მოახდინა ივანიშვილმა ხელოვნების ნიმუშების რეალური იმპორტი, რასაც 2025 წელს ამ სასაქონლო კოდის იმპორტის გაზრდილი მაჩვენებლები ადასტურებს. 2023 წელს 798,960 დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების იმპორტი განხორციელდა საქართველოში. 2024 წელს 2,417,540 დოლარის ღირებულების. 2025 წლის პირველ 3 თვეში კი ეს მაჩვენებელი 514,812,080 დოლარამდე გაიზარდა. ეს კანონი ითვალისწინებს სამ რამეს. ერთი, რომ ამ გადმოცემული აქტივებისგან ეს აქტივები გათავისუფლდება მოგების გადასახადიდან. ანუ მომავალში რომ გაყიდის ამ აქტივებს მოგებით,
გადასახადი ამას არ ექნება. შესაბამისად, მილიარდის კოლექცია 10 წელიწადში, 5 წელიწადში რომ გაყიდოს 2 მილიარდად, ის 200 მილიონი დოლარი, რომელიც უნდა გადაეხადოს ბიუჯეტში, მან უბრალოდ ამოიღო ქართული ხალხის ჯიბიდან. ასევე ის გამბაჟების და დღეგეს საფასური. მილიარდ დოლარზე უწევს დაახლოებით 180 მილიონი დოლარი. მან ასევე ამოიღო ქართული ხალხის ჯიბიდან. და ის ქონების გადასახადი წელიური 1%, რომელსაც ყველა იხდის თავის სახლზე, თავის ქონებაზე, ყველა კომპანია იხდის თავის აქტივებზე. წელიწადში 10 მილიონი დოლარი მან პირდაპირ ამოიღო ქართული ხალხის ჯიბიდან. ანუ ერთ ოპერაციაში დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოპარა სახელმწიფოს. მოდით ვნახოთ, ნამდვილად ბიძინა ივანიშვილმა ისარგებლა თუ არა შეღავათებით ხელოვნების ნიმუშების საქართველოში შემოტანის დროს. 2025 წლის სამ თვეში ხელოვნების ნიმუშები ძირითადად ორი ქვეყნიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა. იმპორტიორების შესახებ ინფორმაცია საქსტატმა ვერ მოგვაწოდა, თუმცა როგორც განგვიმარტეს, ხელოვნების ნიმუშების 90%-ზე მეტი მხოლოდ ერთმა კომპანიამ შემოიტანა. ამის შემდეგ 2025 წელს ამერიკიდან საქართველოში იმპორტიორი ყველა კომპანია გავშიფრეთ და მათში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ლუსოლი აღმოვაჩინეთ. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისთვის აუცილებელია, რომ აქტივის გადაცემის დროს ოფშორულ და ქართულ კომპანიას ერთი და იგივე მფლობელი ჰყავდეს. ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების მფლობელი ოფშორული ლინდენ მენეჯმენტის მესაკუთრე ეკატერინა ხვედელიძეა. ამასთან სწორედ ხვედელიძემ დააფუძნა 2025 წლის იანვარში კომპანია ლუსოლი, რომელმაც დაფუძნებისთანავე განახორციელა ამერიკიდან იმპორტი. გამარჯობა ბატონო გელა. მე გიკავშირდებით სტუდია მონიტორიდან კომპანია ლუსოლთან დაკავშირებით გეკითხებით 2025 წლის იანვარში ამერიკიდან ხელოვნების ნიმუშების იმპორტი განახორციელეთ, ხო, როგორც ვიცით? არა. ანუ თვითონ საქსტატმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ შემოტანილი არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან თქვენს მიერ. ანუ თქვენ ტვირთი არ შემოგიტანიათ ლუსოლიდან? 2025 წლის იანვარშივე უტა ივანიშვილმა მის საკუთრებაში არსებული ოფშორული ბიზალია ენტერპრაიზ ლიმინტედისგან უსასყიდლოდ მიიღო 78 მილიონი ლარის ღირებულების წილი შპს ფინსერვის 21-ში, რომელიც თბილისში ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების კოლექციას ფლობდა. მოგვიანებით კი ეს კომპანია მის მიერ 2024 წლის 31 დეკემბერს დაფუძნებული სააქციო საზოგადოება ატუ ჰოლდინგის საწესდებო კაპიტალში შეიტანა. ატუ ჰოლდინგში უტა ივანიშვილმა მისი სამი ოფშორული კომპანიის მიერ საქართველოში რეგისტრირებული 5 კომპანიის წილები გადაიტანა. მათ შორის 32 მილიონი ლარის ღირებულების წილი შპს ქართულ ჰოლდინგში, რომლის საქმიანობის სფერო შვეულმფრენებითა და ვერტმფრენებით მომსახურებაა. სხვათა შორის, საქსტატის მონაცემებით, საფრენი აპარატების იმპორტიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, თუ კი 2022 წელს 45 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატების იმპორტი განხორციელდა და 2023-ში 43 მილიონის, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 162 მილიონამდე გაიზარდა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით ოფშორული კომპანიის აქტივის საქონლის საქართველოში შემოტანის დროს გადასახადისგან გასათავისუფლებლად აუცილებელია, რომ იმპორტიორმა განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს. თუმცა ამ უწყებიდან არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, თუ რამდენი ასეთი განცხადება მიიღეს და დააკმაყოფილეს ფინანსთა მინისტრის ბრძანების ამოქმედებიდან, ანუ 2024 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე. 2024 წლის ნოემბერში 100% უტა ივანიშვილის საკუთრებაში გადავიდა სააქციო საზოგადოება ქართუ ჯგუფი, რომელსაც მანამდე ივანიშვილის 3 ოფშორული კომპანია ფლობდა. შესაბამისად, უტა ივანიშვილის მფლობელობაში გადავიდა ქართუ ჯგუფის კუთვნილი აქტივები, მათ შორის ბანკი ქართუ და საქველმოქმედო ფონდი ქართუ. ფონდ ქართუს საკუთრებაში კი დიდი აქტივია საქართველოში. მათ შორისაა 8 მოქმედი და მშენებარე სასტუმრო საქართველოს მასშტაბით. პარაგრაფი თბილისი, პარაგრაფი შეკვეთილი, პარაგრაფი თაბორი რიზორტსი, პარაგრაფი აბასთუმანი, მაგნოლია რიზორტ სპა, სასტუმრო განმუხურში, სასტუმრო და საკონფერენციო ცენტრი სოლოლაკში, სასტუმრო ბოდბე,
ამ სასტუმროების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 895 მილიონი $. ივანიშვილის ბიზნეს ცენტრი თბილისში, რომლის საბალანსო ღირებულება 80,424,252 ლარი. ასევე მიწის ნაკვეთები თბილისში, ლაგუნა ბერესთან და ისანში, სადაც ივანიშვილს უკვე აქვს ცათამბჯენებისა და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის ნებართვები. მოგესალმებით კოლეგებო. 2024 წლის გაზაფხულზე ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში დეტალურად აღწერდნენ, თუ რა შეღავათებით ისარგებლებდა ის პირი, ვინც ოფშორიდან საქართველოში გადაიტანდა კომპანიის წილებსა და ქონებებს. დღეს თუ მაგალითად ოფშორში აქვს პიროვნებას კომპანია, რომელიც ფლობს საქართველოში რაღაც კომპანიას ან წილს ამ კომპანიისას, რომ საქართველოში დარეგისტრირდეს, რომ გადმოიტანოს დღევანდელი კანონმდებლობით მას გადასახადის გადახდა მოუწევს. მაგალითად თუ ესწავლა მიწოდების კუთხით, მაშინ მოგების გადასახადს გადაიხდის. თუ ესწავლა ჩუქების კუთხით, საშემოსავლოს და მოგების გადასახადს და ასე შემდეგ. ეხლა საუბარია რომ ერთჯერადად გადმოტანის მომენტში ეს გადასახადები ვაპატიოთ თუ გადმოვლიან და გაათეთრებენ. მეორე, თუ იგივე კომპანიებს, რომლებსაც გარდა ამ წილისა გააჩნია სხვა აქტივები, მაგალითად, არ ვიცი, თვითმფრინავი, დაზგადანადგარები ან მანქანები ან რაღაც და ისიც უნდა რომ საქართველოში გადმოიტანოს, ოღონ ამ წილს არ ეხება, აქაც ერთჯერადად იმპორტის გადასახდელებისგან შემოტანის მომენტში განთავისუფლდება. ტუტა ივანიშვილმა, რომელიც 2025 წლის თებერვალში იაპონიაში იმყოფებოდა, ადგილობრივ გამოცემასთან საუბარში უარყო, რომ მან დააფუძნა საქართველოში ატუ ჰოლდინგი, რომელზეც ოფშორული აქტივები გადაიტანა. ამავე გამოცემის ცნობით, ტუტა ივანიშვილმა ტოკიოს ცენტრში ნაღდი პულით 500 მილიონი იენის ღირებულების აპარტამენტი შეიძინა. გამოცემამ მაშინ ასევე დააფიქსირა, თუ როგორ გადასცა იაპონიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ ტოკიოს ერთ-ერთ რესტორანში სადილობისას ტუტა ივანიშვილს შავი ჩანთა, რომელზეც უთხრა, რომ აქ არ გაიხსნა. ცოლის და შვილის მსგავსად ოფშორული კომპანიებიდან აქტივები თავად ბიძინა ივანიშვილმაც გადაიტანა ქართულში. ივანიშვილის კომპანია ტერას 2025 წლის 17 იანვარს უსასყიდლოდ გადაეცა ოფშორული Limestone Finance International-ის წილები 7 ქართულ კომპანიაში, რომელთა შორისაა მისი რეზიდენცია აბასთუმანში, როსტომ მეფის სასახლე, სადაც ქართული ოცნების ოფისი იყო წლების მანძილზე განთავსებული. თანამედროვე ხელოვნების კოლექციის საცავი შუშის სასახლის გვერდით. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ არაერთი აქტივი აქვს ივანიშვილს გაფორმებული ოფშორულ ან სხვა უცხოურ ფირმებზე. ყოფილი პრემიერის დეკლარაციაში მხოლოდ 2 სახლია მითითებული უცხოეთში, საფრანგეთსა და რუსეთში. თუმცა საფრანგეთში ლა-სელსენ-კლუში რობიშონის ხეივანში ივანიშვილის მიერ დეკლარირებული ამ სახლისა და მიწის ნაკვეთის გარდა ოლიგარქი შესაძლოა ფლობდეს კიდევ ერთ სახლს პრინცესების 29 ნომერში, სადაც ივანიშვილს უძრავი ქონების მართვის კომპანია აქვს რეგისტრირებული. ივანიშვილს უძრავი ქონება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც აქვს, სადაც მისი ქალიშვილი გვანცა ვივიენ ივანიშვილი ცხოვრობდა ბოლო წლების მანძილზე. სწორედ მის სახელზეა რეგისტრირებული ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, ქალაქ დრემში 2018 წელს $800,000 შეძენილი ეს ბინა და 2019 წელს $1,186,000 შეძენილი ეს ბინა 3 საძინებლითა და 2 აბაზანით. სანდრო, თქვენ და თქვენს ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ძალიან ბევრი გაქვთ ნამუშევარი ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ აქტივებთან დაკავშირებით და ბოლო პერიოდში რაც ცვლილებებიც განახორციელა ქართული ოცნების პარლამენტმა საგადასახადო შეღავათები მაქვს მხედველობაში, ივანიშვილმა სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა. როგორ ფიქრობთ, მოარგო თუ არა ქართულმა ოცნებამ კონკრეტულად ივანიშვილზე საგადასახადო შეღავათები და რისთვის ჭირდება ეს ყველაფერი თვითონ უშუალოდ ივანიშვილს? ამ კანონის მთავარი მიზანი არის ბიძინა ივანიშვილისთვის გადასახადების დღან თავის არიდება. მორგებული კანონის მიღებით ბიძინა ივანიშვილი მოემზადა შესაძლო სანქციებისთვის. ამ კანონმა მას გაუმარტივა აქტივების გადმოტანა ქვეყანაში, ხო?
რა იგულისხმება გამარტივებაში, ანუ რა არის სირთულე როგორც წესი, დიდი სირთულე არ არის ხოლმე, თავარი სირთულე არის ხოლმე, სხვადასხვა ტიპის გადასახადები, რაც გეხება, როდესაც ქონება გადაგაქვს ერთი ქვეყნიდან მეორეში, ხო? ანუ ამაზეა საუბარი, ეს არის თავარი წინაღობა. და მან ეს თავარი წინაღობა მოიხსნა. ანუ საქართველოს ბიუჯეტში მან არ გადაიხადა მრავალი ათეული მილიონი ლარი ამ კანონით. და რა თქმა უნდა ეს მოხდა სანქციების გამო, ხო? სანქციებისთვის მოემზადა ის. ამიტომ ეს კანონი შეგვიძლია შევაფასოთ როგორც სანქციებისგან გვერდის არიდების კანონი. Roman Abramovich, his assets will be frozen. ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციების შედეგად უცხოეთში არსებული ქონებები გაეყინათ პუტინის მოკავშირე რუს ოლიგარქებს. 2024 წლის შემოდგომიდან თბილისში უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქციები იმართება, რომლებსაც სხვადასხვა სადამსჯელო მეთოდით უსწორდება ბიძინა ივანიშვილის პრორუსული ქართული ოცნების ხელისუფლება. სწორედ ამიტომ მოქალაქეები აქტიურად ითხოვენ ივანიშვილის, მისი მთავრობისა და დამფინანსებელი ბიზნესმენების დასანქცირებას ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან.